სულ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ითხოვს, რომ შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება, კონკრეტულად კი საუბარი არის სუპერ ინტელექტზე, რომელსაც სამომავლოდ შეუძლია, რომ აჯობოს ადამიანის ინტელექტს აბსოლუტურად ყველაფერში. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერენ 850-მდე საზოგადო მოღვაწე, ასევე მეცნიერი და თვითონ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმომადგენლები, ხელმომწერთა შორის არიან ჯეფრი ჰინტონი და იოშუა ბენჯიო, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში აღიარებენ ხელოვნური ინტელექტის ნათლიებად და ასევე კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, ისიც ასევე ხელს აწერს ამ განცხადებას. ვკითხულობთ ამ განცხადებაში ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებმა შესაძლოა უპრეცედენტო ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა მოიტანოს, თუმცა ხელსაწყოებთან ერთად ბევრ წამყვან ხელოვნურ ინტელექტ კომპანიას აქვს გამოცხადებული მიზანი, რომ მომდევნო 10 წელში შეიქმნას სუპერ ინტელექტი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ყველა ადამიანის თითქმის ყველა კოგნიტურ ამოცანაში. ეს იწვევს შეშფოთებას დაწყებული ადამიანის ეკონომიკური დაბერებითა და უძლურებით, სამოქალაქო თავისუფლებების ღირსებისა და კონტროლის დაკარგვით, ეროვნული უსაფრთხოების რისკებით და კაცობრიობის პოტენციური გადაშენებითაც კი. ვკითხულობთ ამ განცხადებაში წერილში, რომელიც არის გამოქვეყნებული. ბოლო წლების განმავლობაში ღიად მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, თუ იქნება მისთვის დამღუპველი. არაერთი ქვეყნის ლიდერი ღიად აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების განვითარებისთვის, თუმცა ამავდროულად ასევე კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი არის კონკრეტული რეგულაციები და მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარდეს უსაფრთხოდ. სწორედ ამას ითხოვენ ხელმომწერები, რომ შეიქმნას კონკრეტული რეგულაციები და უკვე დადასტურების შემდგომ დაიწყოს სუპერინტელექტზე მუშაობა. აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მუშაობს სუპერინტელექტზე, არის კომპანია Meta, რომელსაც ეკუთვნის სოციალური ქსელები Instagram-ი და Facebook-ი. მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ Meta-ში დაფუძნდა სუპერინტელექტის ლაბორატორია და ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ 2023 წელს კიდევ ერთი ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აწერდა ხელს. ისინი აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო რეგულაციების შემუშავება. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ChatGPT 4-იც არ იყო შემოსული და ამასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები, რომ საჭირო იყო რეგულაციების დაწესება, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მეტწილად ის მოთხოვნები, რომელიც მაშინ ჰქონდათ ბიზნესმენებს და მეცნიერებს, არ შესრულებულა.